პატრიოტთა ალიანსის რეგიონული ხელმძღვანელი გოჩა ძიმისტარაშვილი შეკრებილ საზოგადოებას ჯერ სამოქალაქო დარბაზის არსსა და ფუნქციებზე ესაუბრა, ხოლო შემდეგ დარბაზის დამფუძნებლები წარადგინა. საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების გაღვიძება, ხელისუფლებაში ქართული ძალების მოყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბრძოლა ქართველ პატრიოტთა ალიანსის გაძლიერებისთვის. ეს გახლდათ სამოქმედო გეგმის ის ძირითადი ასპექტები, რომელთა შესახებაც შეხვედრაზე იყო საუბარი. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა და იურისტებმა გადაწყვიტეს, რომ აქტიური მხარდაჭერა გაუწიოს ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ეს არის ნამდვილად მისასალმებელი და ჩვენთვის მისაღები, და არა მარტო ჩვენთვის, არამედ მე ვფიქრობ, საერთოდ მთლიანი საზოგადოებისთვის მისაღები ფაქტი. ჩვენ გვინდა ადამიანთა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ ხელისუფლებაში გარკვეული სეგმენტი დაიჭიროს ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანებმა. სხვა მრავალ პარტიასთან ერთად ჩვენ ასეთ უპირველეს ძალად გვესახება ქართველ პატრიოტთა ალიანსი. მე მიმართავ ტელემსმენელს, რომ გააქტიურდეს. სამოქალაქო დარბაზმა ამავე შეკრებაზე აირჩია თავმჯდომარე და მდივანი, ხოლო აქტიურ მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.